BMG-ზე მკითხველების რაოდენობა არ წყდება და ხო, დინამიკას წლების განმავლობაში თუ შევხედავთ, ეს რიცხვები გასაკვირი არც იყო პრინციპში ჩვენთვის 3 მილიონი წაკითხვა აპრილში და 70%-იანი ზრდა. ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაწოდით საქართველოს მოსახლეობას 24/7 ყოველდღიურ რეჟიმში ეს მნიშვნელოვანი არის მათთვის. დიახ, ფაქტია, რომ ბიზნეს ამბები საქართველოში და საქართველოდან სულ უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს. Google Analytics-ის მონაცემებით სტატიები სულ 530,000-მა უნიკალურმა მკითხველმა წაიკითხა, რომელთა რაოდენობა წლიურად არის 26.7%-ით გასწრილი. BMG-ისთვის არც საზღვრები არსებობს და ჩვენგან ახალ ამბებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდანაც კითხულობენ. არ შემიძლია არ აღვნიშნოთ ჩვენი ბიუროების სომხეთში, აზერბაიჯანში და შეერთებულ შტატებში საკმაოდ ზრდადი შედეგები, რომელთაც ამ 70%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. განახლებული მონაცემებით, რომელიც Google Analytics-მა დაითვალა, 464,000 ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 11,000 მკითხველი ყავდა შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან 9,200, იტალიიდან 6,700, რუსეთიდან 3,900 მკითხველი და საბერძნეთიდან ყავდა 3,800 მკითხველი. ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რომ ეს ზრდა არ ასახავს მხოლოდ BMG-ის წარმატებას. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა და საზოგადოება უფრო მეტად ინტერესდება ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეებით, რაც მხოლოდ გვახარებს და რაც ამართლებს ჩვენი ბიზნეს მედიის მთავარ დანიშნულებას. მეტი ადამიანი ჩაერთოს საქმიან ფერხულში და რაც თავარია, გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ თავისი უფლებები, იცოდნენ და იყვნენ მათ მიერ გადახდილი გადასახადების სადარაჯოზე. მადლობა, რომ უყვებით ამ ამბავში და მადლობა ნდობისთვის. ჩვენ არ გაგიცრუებთ იმედებს. ერთი ამბავიც, რაც მინდა გითხრათ კიდევ ბოლოსკენ, არის ის, რომ გუშინ გვიან ღამით 3 წუთებზე შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მეგობარი აქტი. აქედან მომხრე იყო 349 პალატის წარმომადგენელი, აქედან იყო 168 რესპუბლიკელი და 191 დემოკრატიული პარტიის წევრი, წინააღმდეგი 42. თუმცა აქტის მისაღებად საკმარისი იყო 290 ხმა, რომელიც როგორც გითხარით, დაახლოებით 60 კაციანი მეტობით, ანუ 359 მომხრეთი იქნა მიღებული. ეხლა შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად კიდევ 2 ეტაპი არის დარჩენილი კანონპროექტის განხილვა სენატში და შემდგომ უკვე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება.